მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ ვნახოთ ასეთი გაშლა უკვე წლის ბოლო, ვინც ახლა უყურებს, არის თუ არა რამე პოტენციალი ამ ადამიანთან, ამ ურთიერთობა საერთოდ მომავალში თუ გაქვთ რამე საერთოდ, რამე მომავალი გაქვთ თუ არა ამ ადამიანთან, ნახოთ ხო? ნახოთ ახლა კითხვები მაქვს ყოველთვის, როგორც უკვე ჩვენი ტრადიცია, აგრძელი გაშლები გვაქვს, არ დაგავიწყოთ, ისეც არ გიყვარი გამორთეთ. იმიტომ რომ, პრინციპში უკვე დაინახეთ, რომ გრძელია, ხო? ვნახოთ ახლა ჩვენ, რეალური რა პოტენციალი აქვს თქვენს ურთიერთობას, მაგრამ ამას მე გავხსნი ბოლოს. თუმცა პირველად ვკითხავ, დღეს მან არასაც გამოვიყენებ აუცილებლად, იმიტომ რომ მან არა არის იცით თქვენ უკვე საერთოდ ესეთი დასწრო ვერც მოგატყუებს კი ძალიანაც რო გინდოდეს, ხო შეიძლება მალე ვიწყებთ მაგის კურსს კიდე. შემდეგი კითხვა, აი ეხლა ამ წუთში რა გაკავშირებთ აი ღრმა დონეზე? ღრმა დონეზე ვკითხოთ. რა უშლის ხელს ამ ურთიერთობის განვითარებას, ესეც ნახოთ. შემდეგი რა გრძნობები აქვს ამ ადამიანს და რა განზრახვები აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ ახლა. ნახოთ. არის თუ არა მზად აიღოს, თქვათ, პასუხისმგებლობა ამ ურთიერთობაზე. ესეც ვკითხოთ. ხო, ამ ურთიერთობაზე რა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ის კითხვა მინდა დავსვა, რომ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, რომ თქვენ თვითონ რა უნდა გაიაზროთ რა, ანუ თქვენზე ამ ურთიერთობაში. ვინა ხართ თქვენ დაუშვით ანუ ამ ურთიერთობაში რა. რა მომავალი შესაძლებელი იყოს თქვენს შორის, ეგაც ნახოთ, თან ნახეთ როგორ არის. აი ეხლანდელი ხო არის რაღაცა დინამიკა ხო მიდის თქვენს ურთიერთობაში და ვნახოთ აი როგორი მომავალი არის შესაძლებელი თქვენს შორის თუ აი ეს არსებული დინამიკა დარჩება. კიდევ ნახოთ ესეთი მნიშვნელოვანი კითხვა, რადგან თქვენ ამას რატო ვდება ასეთ ღრმა კითხვებს, რადგან თქვენ უკვე გებადებათ ის კითხვები, რომ არის გავაგრძელო ურთიერთობა თუ არის მომავალი, ესე იგი რაღაცა ხდება, ხო? რაღაცა თქვენ გაწუხებთ, ამიტომ ჩვენ ცოტა ღრმად ჩავწვდებით და ვნახოთ ახლა რა შეიძლება შეიცვლება თუ თქვენ შეგნებულად აირჩევთ საკუთარ თავს. აი დაუშვით, всё. ამ ურთიერთობაში არაფერი აღარ მინდა, აი ჩემ თავს ვირჩევ, რა იქნება მაშინ, რა შეიცვლება. ვნახოთ რა მთავარი გაკვეთილი აქვს ამ კავშირს, რა თქმა უნდა ვნახოთ თქვენ. თქვენთვის რა თქმა უნდა პირველ რიგში ვნახოთ და ვნახოთ ახლა ჩვენ როგორ შედეგი სად მიდის ეს კავშირი, ანუ გაიზრდება, შეიცვლება თუ ისე იქნება როგორც იყო. აი ეს ნახო, აი ესეთი მინდა გავაკეთოთ ჩვენ გაშლა, მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვინც ახლა უყურებს ახალი უკვე რეალობა, ახალი წელი იწყება და უკვე თქვენ უნდა იცოდეთ, ტოვებთ ამ ურთიერთობას თუ მიგაქვთ უკვე თქვათ მომავალ წელს ამ ურთიერთობას. ვნახოთ პირველი, ესე იგი ჩვენ ვთქვით, რომ ანუ რეალური პოტენციალი თუ ნახოთ. ნახოთ. კაი ნახოთ. რეალური პოტენციალი არის. კი. თან განახლებული, იმიტომ რომ ამ დასტაში ეს ორიანი არის აქ გვერდხების, მაგრამ რეალური პოტენციალი არის როგორი იცით? საუბარი, მაგრამ ნახეთ როგორი საუბარი. ასეთ ტექნიკაზე მე მგონი ადრეს გითხარით მე თქვენ, მაგრამ გავიმეორებ, ვისაც არ გაუგია. ისე ვინც არ მიცნობს მე ვალენტინა ბარბაკაძე, ზოგი ხა მეკითხება, ხან რა სახელს ვარქვევენ, ხარას ვალენტინა ვარ. ანუ ნახეთ ახლა რა ხდება. არის ძალიან მაგარი ტექნიკა. შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენს პარტნიორთან და დაჯექეთ სხვადასხვა ოთახში. აიღეთ ფურცელი, აი ნახეთ როგორც აქ არის, ზუსტად ეს ტექნიკა არის რა. და დაწერეთ თქვენ
როგორ გინდათ ეს ურთიერთობა, რა ურთიერთობა გინდათ ამ ადამიანთან, თქვენი სურვილები, ყველაფერი, აი ასე დაწერეთ აბსოლუტურად ყველაფერი, მანაც დაწეროს და მე ერთმანეთს მიეცეთ ეს დაწერილი წერილები და გაუცდებით. ისეთ რაღაცებს გაიგებთ, შეიძლება აი, რა ვიცი, მხოლოდ მოელაპარაკეთ, რომ აი სრულიად გულახდილად, მოდი აი ესეთი რამე გავაკეთოთ რა. შენ შეიძლება ხა არ არსებობს ურთიერთობაში, რომ აი თქვათ ერთი მტყუანი, ერთი მარტალი. არა, იმიტომ რომ თქვენ ორნი ქმნით ურთიერთობას, ორნი. ამიტომ შესაძლებელი არის ის მომენტი, რომ შეიძლება ზოგს თქვათ ახლა შენ აზრზე არა ხარ, თქვათ ადამიანს რა წინს და რა უხარია და რა უნდა. არიცი, იმიტომ რომ შენ ქმნი ურთიერთობას, როგორ იცი, ან როგორიც სცენარი გაქვს შენ საერთოდ აღებული შენი ოჯახიდან, ან რაღაცა პროგრამების მიხედვით, ხო? ეს ღრმა თემა ამაზე მთელი ტრენინგი, მაგ ახლა არ ჩავღრმავდები მაგას, მაგრამ უბრალოდ გეუბნებით, რომ ეს პატარა ტექნიკაც თქვენ დაგეხმარებათ ძალიან იმისთვის, რომ თქვენ გაიგოთ, როგორი რეალური პოტენციალი არის. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ერთმანეთს დაელაპარაკებით. და აი ამ ტექნიკას თუ გააკეთე, აი აშკარად ეს ტექნიკა მოკლედ დადებული რა. ერთმანეთს ეტყვით იმას, რაც თქვენ გინდათ. კარგით, ვნახოთ ახლა. ეხლა რა კავშირი გაქვთ თქვენ ან ღრმა დონეზე? იეროფანტი. აი ყველა ვარიანტში შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ როგორი ურთიერთობა. თქვენ ამ ურთიერთობაში სწავლობთ. აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ უეჭველი გექნებათ რამე სხვაობა. უეჭველი, იმიტომ რომ როცა არის საერთოდ სხვაობა, ეს შეიძლება სტატუსი, ეს შეიძლება განათლების სტატუსი, ეს შეიძლება სტატუსი განათლებით, ხო, თქვათ, ახლა შეიძლება თქვენ 5 უმაღლესი გაქვთ, იმას ერთი, ან ვაფშე არაფერი, ან პირიქით. პლუს კიდე შეიძლება იყოს, თქვათ, სხვადასხვა, ახლა ძალიან ბევრი მყავს მეგობრები, მოდიან კონსულტაციაზე, ვაფშე სხვა ქვეყანაში მოხვდნენ და იქ დაიწყეს ურთიერთობა. ეს რა თქმა უნდა, ეს არის ტრადიციები, ეს არის სხვაობა, რა თქმა უნდა, შეიძლება ტოლები იყოთ, მაგრამ იმას სხვა მენტალიტეტი აქვს, ამას სხვა მენტალიტეტი აქვს რა და ესეც არის ეს მომენტი. ამიტომ არის даже პროგრამები მატრიცაში მაგაზე, როცა ადამიანს აი უწევს სხვა ქვეყანაში წასვლას და იმ ტრადიციების აღქმა იმისათვის, რომ იქ რაღაცების გავლა რა. ამიტომ აქ უეჭველი არის ძალიან ღრმა კავშირის, ამ კავშირში თქვენ რაღაცას სწავლობთ. მე ხა რა თქმა უნდა არ ჩავღრმავდები იმას, ვინ რას სწავლობს, ეს უკვე ინდივიდუალურია თავისთავად, ახლა იმიტომ ვაკეთებ მატრიცასთან ერთად, რომ თქვენი ინდივიდუალური გავიგო, მაგრამ აქ უეჭველი თქვენ გადეხართ ძალიან მნიშვნელოვან გაკვეთილებს. აი ეს არის აი 1,000,000%-იანს გეუბნებით რა. იმიტომ რომ ძალიან ღრმა კავშირი, იეროფანტით ყველა არ გამოვიდოდა აქ, ხო? რაღაცას სწავლობთ, ხო? ვნახოთ რა უშლის ხელს ამ ურთიერთობის განვითარებას, რა უშლის ხელს მანძილი, გაურკვევლობა. ნახეთ, მანძილი და გაურკვევლობა. იმიტომ რომ გოგო შეიძლება აქ მიდის, ნახეთ, გოგო მიდის წინ, ბიჭი მოყვება. აქ კიდე რა უშლის ხელს შეიძლება ამ შემთხვევაში რა არის, იცით, უეჭველი არის რაღაცა, შეიძლება შიში, შეიძლება საზოგადოების აზრები. მოდით კიდე ვნახოთ ახლა, მანარას ვკითხავ ახლა, მაგრამ მაღალი არკანებით დაიწყო უკვე რა თქმა უნდა, ჩვენც დავარქვით ასე მნიშვნელოვნად ავიღეთ ეს გაშლა, მნიშვნელოვანია ძალიან და ამიტომ ვნახოთ ახლა ჩვენ რა უშლის ხელს. იმიტომ რომ აქ ხა ეს არ არის კლასიკა, ეს არის არაკული და ამიტომ აქ მეუბნებიან ყველაზე ძალიან გიშლით ხელს ის, რომ თქვენ გაქვთ აი მართლა რაღაცა მანძილი, მაგრამ ეს მანძილიც როგორი იცით, აი და პლუს კიდე რა გიშლით ხელს, იცით? აქ ერთი ვითარდება და მეორე მოყვება, ცდილობს რომ დაეწიოს, იმიტომ გითხარით, რომ აი აქ თქვენი ღრმა შეიძლება დაუშვათ, დღეს TikTok-ისთვის ჩავწერე გაშლა, იქ ეს რაღაც მსგავსე იყო. ანუ ნახეთ,
აი ახლა მე რამდენის ტრენინგი არ უნდა ჩავატარო, რა კურსებიც არ მაქვს, უფრო გოგოები არიან ხოლმე. ყოველთვის უფრო მეტად ბიჭები ახლა ძალიან ვაპასები, საერთოდ ძალიან პატივს ვცემ ბიჭებს, ვინც მოდიან და სწავლობენ და აინტერესებს და კონსულტაციებზე რომ მოდიან, ხო საერთოდ აი ჩემი გმირები არიან, იმიტომ რომ ეს ძალიან მაღალი დონე უკვე, მაღალ ვიბრაციებზე არის ადამიანი, რომ მაგას ახლა უკვე უნდა რომ ჩადოს ფული და თუნდაც ახლა ენერგია, ფული არის ენერგია, ხო? იმაში რომ მე გავიგო რა ხდება ჩემს თქვათ გოგოსთან, არა მარტო ტირიან, რომ ახლა ზოგი მწერს ესეთ კომენტები, აი მე და წავიკითხე ბიჭია ღმერთო, რომ დამიბრუნდეს, მაგრამ შენ რამე გააკეთე იმისთვის, შენ ეს იგი რაღაცა გააკეთე იმისათვის, რომ ის წავიდა, მაგრამ იმისთვის, რომ დაგიბრუნდეს, შენ თუნდაც ის ელემენტარული გაიგე რა უნდა გააკეთო, ხო? აი ეს არის, რომ იმისთვის რომ დაგიბრუნდეს. აი ეს არის ზუსტად რა, აი ეს არის, რომ აქ პლუს კიდე რა ხდება. რა უშლის ხელს დარწმუნებული ვარ, სულ არის გაქცევა. შეიძლება კიდე აქ რომელიღაც აქ პროგრამა ის რომ აი ქართულად ახლა ნამდვილად ვერ თუ გამახსენდა გეტყვით, აი გაქცევის თემა რო არის, ადამიანი აი избегающий тип личности რა გოგოებმა ვინც იცით რუსული დაწერეთ, ვიცი რომ იცით თქვენ ხდებით რასაც ვამბობ. ანუ როცა ადამიანი სულ გაქცევაზე არის რა. შიში აქ იმისი რომ იყოს თქვა ახლოს ურთიერთობაში რაღაც ну თავისი ეს არის ძალიან სხვადასხვა პრობლემა რა თან იმიტომ რომ გრძნობს ეს ადამიანი რომ უკვე სიახლოვეში შედის როცა უკვე ან არ არის მზად თუნდაც იმისათვის რომ იყოს თქვა სტაბილურ ურთიერთობაში რა ну მოდით კიდევ ნახოთ ახლა რა უშლის ხელს ну კი, აი აქ ხო გეუბნეთ, აი ეს უშლის ხელს ზუსტად რომ კიდე ნახეთ რა უშლის ხელს გეტყვით, ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენთვის. აი იმიტომ ეს პრაქტიკა მე რო გითხარი, აუცილებლად გააკეთებ და რატომ? იმიტომ აქ სხვადასხვა აზრები გაქვთ თქვენ ურთიერთობაზე კიდე. შეიძლება გოგო დაუშვათ ახლა, ну ფიქრობდეს იმაზე, რამეზე თქვა სერიოზულზე, ხო, დაუშვათ. მაგრამ ბიჭი ფიქრობს არასერიოზულზე. კიდე აქ არ არის ჩამოყალიბებული წყვილი, არ ვიცი ჩვენ, даже გოგოსაც შეიძლება გქონდეს სხვათა შორის ის მომენტი, რომ მე არ ვიცი რანაირი ურთიერთობა მინდა. ამიტომ რომ 18 ენერგია ეს არის ზუსტად, რომ ან შიშები გქონდეს, ან შეიძლება ძველი ურთიერთობიდან რაღაცები მოყვებათ. შეიძლება თქვენ იყავით დაუშვათ გათხოვილი ხმალების დედოფალი. შეიძლება იყავით თქვენ დაუშვათ გათხოვილი და ან ურთიერთობაში და ეხლა შიში გაქვს საერთოდ ოჯახის შექმნის, იმიტომ რომ შეიძლება თქვა ფიქრობთ რომ ოჯახს რო შევქმნით, შეიზღუდება თქვა დაუშვათ ჩემი თავისუფლება, ან დაუშვათ, იმიტომ რომ აქ არის როგორ ჩამოუყალიბებლობა არის და შიში, ძალიან დიდი შიში, აი აქ ნამდვილად რა, იმიტომ რომ თან მაჩვენებენ ხო გოგო ხო წინ გარბოდა ბიჭი უკან შეიძლება არის ეს მომენტი რომ იმიტომ რომ ქალი ქმნის მაინც რა ბიჭი მოყვება ყოველთვის ეს ასეა რა ყველაზე გოგო მართავს ურთიერთობას რაც არ უნდა ვინც არ უნდა თქვას რაც არ უნდა იყოს და ვაფშე ურთიერთობაც მანამდე არის სანამდე გოგოს უნდა ესაც აქსიომა და ამიტომ არის გოგო არის ჩამოუყალიბებელი, არ იცის რა უნდა, არ იცის, მე მინდა ამ ადამიანთან ერთად ვიცხოვრებ, თუ ზოგი იძახის რომ ისეთი ხასიათი აქვს, სულ არ მინდა რომ მათ ჩემი ქმარი იყოს, მაგრამ ისე ურთიერთობა მინდა, მაგრამ მე იწყებენ ურთიერთობას და უკვე ისე ეჩვევა რომ რა თქმა უნდა ქალი ისე არის შექმნილი რომ უნდა ოჯახი რაღაცა ეს ფუსფუსი მაინც გინდა თუ აი არის ქალი ეგეთი ტიპი რა რომ მაინც ну თუნდაც ერთად ვიცხოვროთ ან მოდი ეხლა მე ერთად დაიწყეს ცხოვრება მოდი ოჯახი შევქმნათ აქ კიდე მნიშვნელოვანი არის თქვენ რა მოილაპარაკეთ თავიდან იმიტომ რომ შეიძლება თქვენ თავიდან მოილაპარაკეთ რომ უბრალოდ ერთად იქნებით თქვათ შეხვედრები რამე და მე უკვე მიეჩვიეთ და გინდათ უკვე რომ ეს ადამიანი სულ თქვენთან იყოს მაგრამ ეს ადამიანი ახლა ნუ იმაზე პირობებით არის მოსული თქვენთან ურთიერთობაში რომ შეხვედრები რა და შენ ახლა ამას უკვე ითრევ ასე რომ თქვათ ოჯახურ თემაში ის არ არის მზად იმიტომ რომ იმის ნუ მაგი იმიტომ შემოვიდა შენთან კონტაქტში რომ არ უნდოდა მაგასაც თქვათ ეს ოჯახო უნდა შეხვედრები და ამაზე იყო თანახმა შენ უცბად ახლა ურთიერთობაში რაღაცა შეგეცვალა არა ახლა მინდა რომ ჩვენ ახლა ერთად უკვე ვიცხოვროთ
ის მზად არ არის და გაქვთ აი ესეთი ანუ ისიც მოგიჩვია ის შენს მიეჩვია და ხართ როგორი ხა ესეთ საქანელაზე რა აი იმიტომ რომ არა ხარ ჩამოყალიბებული რა გინდა და ამიტომ საერთოდ ამაგარია როცა შენ ურთიერთობას როცა იწყებ და თუ ეხა ეს დაუშვ ახალი ურთიერთობა გაქვს ხო აი ეს პრაქტიკა ძალიან მაგარი კიდე იქნება იმიტომ რომ ნუ თუნდაც სულ მცირე დაელაპარაკეთ ერთმანეთს შენ რა გინდა ურთიერთობიდან აი რა გინდა შენ როგორ წარმოიდგენ ურთიერთობას ეს მაინც კითხეთ ამ თქვენ ადამიანს რა შენ ვაფშე ნუ სერიოზული გინდა არასერიოზული შეხვედრები გინდა მაგრამ ამ დროს შენს უნდა იყო ჩამოყალიბებული შენ რა გინდა პირველ რიგში და მერე უკვე რა თქმა უნდა ადამიანს ეგრე უნდა დაელაპარაკო ეს ნორმალურია კი არ უნდა გქონდეს ეს შიში რომ მე რომ მაგას ეხლა უთხრა რომ მე მინდა სერიოზული ურთიერთობა ის გაიქცევა ამიტომ მოდი მოვსინჯავ და მერე უკვე დაუშვით შეიძლება თქვათ რამე გამოვიდეს აი ეს რამე გამოვიდეს მერე აი ეს არის პოზიცია ზუსტად როცა შენ უკვე მერე ეს შენი რამე უკვე გადაიზარდა იმაში რომ შენ უკვე რაღაც გინდა ამ ადამიანთან იყო ის დარჩა ისე ვისე იმ პოზიციაზე რომ მე მინდა უბრალოდ შეხვედრები მივხვდეთ მერე მიდის დისონანსი მერე მიდის კონფლიქტი აი ეს რა მნიშვნელოვანი ამას მიაქციეთ ყურადღება ამიტომ ეს როცა უკვე ჯერ ახალ თქვათ იწყებთ ურთიერთობას ან ახალ რეალობაში გადადიხართ ხო როგორც ჩვენ გადავდივართ ვინც გავდივართ ტრენინგს ახლა всё ეს ამაზე მივხვდით ჩვენ ახლა გავარჩიეთ რა უშლის ხელს ნახოთ ახლა რა გრძნობები და რა განზრახვები აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ რა გრძნობები და რა ასე ნუ სხვათა შორის ნახეთ აი ზუსტად ეს რაც გითხარით არც გავაგრძელებ არაფერს რა აქ პრინციპში რა გრძნობები არის მაგრამ აი ზუსტად გეუბნებათ შენ თვითონ აი აქ ნახეთ აქ даже ვეთყოდი თასები მაინც გვაჩვენებენ ჩვენ სულის დონეს კიდე რომ ანუ შენ ჩამოყალიბდი შენ რა გინდა და მე უკვე მეც რომ აქ უეჭველე ეს ადამიანი მოდის და გეუბნებათ იმას რომ აქ გადამიყვანეს ეგრევე სულის დონეზე იმიტომ რომ გითხარით მე თქვენ რომ აქ ბიჭი მოვიდა დასახმარებლად ხო ანუ უნდა რომ დაგეხმაროს შენ ნახეთ წიგნს აწოდებს გოგოს წაიკითხე გაიგე შენ თვითონ გაერკვია ნუ გაექცევი რა და ზუსტად ამ ადამიანს უნდა რომ თქვათ და შენ აი ზუსტად გოგოებო აღარ გავიმეორებ რაც ელაპარაკეთ წინ ახლა თუ გინდათ გადაახვიეთ და მე მოусმინეთ ისევ აი ეს არის მაგისი და აქ უფრო გადამიყვანეს სულის დონეზე აი ძალიან მნიშვნელოვანია რა იმიტომ რომ ბიჭი გეუბნება რომ მოусმინე გაიგე შენ სულს მოусმინე და გოგო ეძახას არა რაღაცა ჩამოყალიბდი მე მოვედი დაგეხმარო მე მინდა დაგეხმარო შენ ცოტა სხვანაირად შეხედეთ ამ პიროვნებას ვინც თქვენს გვერდით არის ნუ უყურებთ ზედაპირულად მაგ ადამიანს რა ეს მართლა მოვიდა დაგეხმაროს აქ შეხედეთ მაგის განზრახვები რა არის აი მაგის განზრახვა არის დაგეხმაროს თან თასები რა თქმა უნდა სიყვარულით იმიტომ რომ აქ ეს რა ქვია ძალიან ისეთი ადამიანი არის რომელიც მაგრამ თქვენ შეიძლება ეძახოთ არ მინდა რატო იცი გაკვეთილში შემოყავ ხარ ჩვენ ახლა ვნახავთ აქ გაკვეთილს მაგრამ შენ ეძახე არ მინდა გამიგეთ აქ ძალიან დააკვირდით ამ პოზიციას სხვათა შორის რა ძალიან მნიშვნელოვანია და აი ვისაც გაქვთ მატრიცები წაიკითხეთ ვისაც არა და გირჩევთ რა რომ გქონდეთ შემდეგ რო იქ ყველა პროგრამა თქვენი და ეგრევე მიხვდებით ახლა რას ვამუშავებ ამ ჩემ პარტნიორთან იმიტომ რომ ეს მასე არის მაგისტრის მოდის ადამიანი ვნახოთ ახლა არის თუ არა ის ადამიანი აიღოს პასუხისმგებლობა თქვენს ურთიერთობაზე პრინციპში როგორი ნუ აქ როგორ არის იცით რო გითხრათ რომ ახლა რაინდი არის თქვათ ამიტომ ეს თასების მზად იმისათვის რომ აიღოს პასუხისმგებლობა მოგატყუებთ იმიტომ რომ რაინც უყვარს რა მოვიდეს წავედეს გაჩუქოს სიყვარული კი ბატონო უყვარ ხარ თუ გეუბნება რომ მიყვარ ხარ თუ გეუბნება შენთან მინდევ ხარ და ასე ყველაფერი ეს სილამაზები ეს ნამდვილად მასია ეს ნამდვილად აქ სხვა პასუხისმგებლობა რო გითხრა არა უბრალოდ აი შენ რომ მაგას უთხრა რომ მომენატრე და შენთან მინდა სასიამოვნო საღამოს და ასე შემდეგ რაღაცები მოვა სადაც არ უნდა იყოს რა ოღონდაც შენ ტვინი არ შეუჭამო მაგრამ რომ
თავისი საქციელებით კი ბატონო რა, იმიტომ არის რომ ხა მე შეიძლება მითხრათ რომ ვერ გავიგე რანაირად უნდა რას მასწავლეს ახლა მაგია როცა არ არის თვითონ არ არის სერიოზული ხო ტიპი და ახლა ვერ გავიგე მე რა უნდა მასწავლოს. აი ეგ არის ზუსტად რომ პროგრამა რა უნდა დასწავლოს ამ ადამიანმა ხო? პასუხისმგებლობაზე არა ამას ვერ გაჩვენებ ცოტა ისეთი. არა აქ არა ადამიანი არ არის არანაირი აქ არის ადამიანი რომელსაც უყვარს თავისუფლება რომელსაც უყვარს საერთოდ აი რაც მინდა იმას ვაკეთებ ოღონდაც არაფერი დააკის რომ ამას ახლა რამე პასუხისმგებლობა არა აქ ვერ გეტყვით რომ პასუხისმგებლობისთვის არის ადამიანი მზად ნამდვილად ამ წუთში ამ ეტაპზე მე ვიძახე არ არის მზად ეს ადამიანი რა უნდა გაიგოთ აქ თქვენ ეხლა აქ თქვენს თავზე რა ამ კავშირში ну აი ზუსტად ეს არის ნახეთ რომ აქ თქვენ უნდა მოერიოთ რაღაც მომენტებს თქვენ უნდა თქვენი თავიდან თქვენი ცხოვრებიდან რა რაღაცები გამოადევნოთ რა აი აქ ძველი პროგრამებზე არის ლაპარაკი ნამდვილად ეს ადამიანი აქ უკვე მაშინაც მითხრა რომ მოვედი მე აქ ხა იმისათვის რომ გასწავლო რამე მაგრამ შენ თავზე რა უნდა გაიგო შენ თვითონ უნდა სხვადასხვა ამ ადამიანთან ძალიან ბევრ რაღაცებს დაამუშავებ და აი ბევრ რაღაცებს დაამუშავებ და ბევრ რაღაცებს აი რო იტყვიან კი აი აქ даже რა საინტერესო არის რა მერწყალები არიან აქ და პირში უჭირავთ აი ეს კონვერტები რა აი ზუსტად რომ აი ეს არის თქვენზე რა უნდა გაიგოთ ამ კავშირში რომ ეს ადამიანი მართლა გეხმარება თქვენ ნახეთ ეს დაუშვათ თქვენი სახლი თქვენ უყურებთ ხო თქვენი სახლი თქვენი სულის სახლი თქვენი სხეული აქ ახლა და ანუ თქვენი ტვინი როგორც გინდათ ისე აიღოთ და აი ნახეთ როგორ ადევნებს ეს ადამიანი თქვენ რამდენ რაღაცებს ამუშავებთ აქ даже შეიძლება ვერ წხვდებით რა კიდე რა უნდა გაიგოთ თქვენ ну ხო ზუსტად აი რასაც ვერ ხედავ შენ აი იმას ამუშავებ შენ იცვლები შენ სხვანაირი ხდები ამ ურთიერთობაში შენ უკვე სხვანაირი ხდები შინაგანად იცვლები აქ ესეთი კურუმი არის ვერ გაჩვენებთ მაგას რა ცოტა ისეთი ანუ მან არავინც იცის კი იცით თქვენ ხო მაგრამ აქ უეჭულე რაც გითხარი დამიდასტურო ეგრევე მან არამ რა რომ ანუ შენ უნდა გაიგო ის რომ შენ აქ იცვლები უკვე აი შეიძლება შენ მაგას ვერ ხედავ მაგრამ ეს მასია всё დავასრულოთ ეს ძალიან მაგარი პოზიცია სხვათა შორის რა ვნახოთ რა მომავალი შესაძლებელია ამ თქვენ შორის თუ დაუშვოთ ეს რაც არის ეხლა ეს დინამიკა უცვლელი თუ დარჩება ну принципში რა მომავალი არის აქ მომავალი სხვათა შორის არის შეგიძლიათ თქვენ აი ნახეთ როგორ არის ეს გამოცდილება შეგიძლიათ წამოიღოთ თქვენს მომავალში კი არის აქ არ არის აქ ხო თავიდან გითხრეს რომ აქ ნახეთ თუ დაუშვათ თქვენ ურთიერთობა უკვე გაქვთ თქვენ შეგიძლიათ აიღოთ აქედან ყველაფერი კარგი რაც გჭირდება თქვენი გამოცდილება შემდეგ აი აქ დაელაპარაკოთ კიდე ადამიანს და თქვათ ნუ გაარკვიოთ ის რაც ჩვენ ვთქვით გასარკვევი რაც დარჩა და მე გააქვთ რა თქმა უნდა თქვენ ახლა აქ ამ ადამიანთან შეგიძლიათ რომ გააგრძელოთ თქვენი გზა შეგიძლიათ გადასვლას უეჭველი შეგიძლიათ უბრალოდ აქ რაც ვეთყოდი იცით აი რაც თქვენ უკვე არ გემსახურებათ რაც თქვენ უკვე არ გჭირდებათ აი ეს ჯობია დატოვოთ რა და წაიღოთ ის მხოლოდ ის გამოცდილება, ის გაკვეთილები, ის თქვენ როგორიც გახდით უკვე, აი ეს წამოიღოთ იმ ახალში. კი. აი ეს არის, რომ არის თუ არა, რომ აი უბრალოდ ეს ყველანაირი შიში თუ რამე გაქვს, სხვათა შორის ამაკ მაჩვენებენ, რომ ის რა ქვია, ტყილი შიში გაქვთ. აქ როგორი მომენტი არის, თქვენ გეშინიათ, თქვენ ნახეთ აქ რა ხდება, თქვენ გეშინიათ, თქვენ არ გინდათ ამ ურთიერთობის გაშვება და პრინციპში არც მაგას არ უნდა ამ ურთიერთობის გაშვება. არა, აქ არის აქ ხარ არის საჭირო ამდენი გარდა სამოხება. არის აქ პოტენციალი თუ თუნდაც რომ დარჩეს ისე როგორც თქვა თქვენ ახლა
ამას იმაშვებით რა ქვია, რომ აქ როგორ არის, იცით, თითქოს აი ჯერ, ну, ნახოთ, მოიცადეთ აი ეს კითხოთ ჩვენ ახლა აი აქ. Так, всё, მოიცადეთ, ჯერ არის ვამბობთ. შემდეგი არის აქ კითხვა, რა შეიძლება თუ თქვენ დაუშვათ აირჩევთ თქვენს თავს რა ამ სიტუაციით. ну, თქვენს თავს თუ აირჩევთ, ну, აქ ახლა მაღალი ძალები თქვენსკენ არის. თანახა რა საინტერესოა, ისე მიყვარს აი ეს ამ დასტაში ესათიანია რა, ფორტუნა. ნახეთ, ზიან აქ მაღალი ძალები თქვენი ანგელოზები ხო, სულ ყველა თქვენი დამრიგებლები და აქ ადამიანი არის. ნახეთ, აი ხის უკან დგას და უსმენს, აბა რას მეტყვით თქვენ, რას მეტყვით? რა შეიძლება? აბა ნახოთ რა შეიძლება, რას გვეტყვით თქვენ, აი რა შეიძლება? გვეუბნებიან შეიძლება, რა შეიძლება? თუ თქვენ, აჰა. ეს რა არის აბა? რა შეიძლება? აქ ჯერ მეუბნებიან, რომ აქ როგორი თემაა, იცით გოგოებო, ბიჭებო. აქ ჯერ მაჩვენებენ რას? მაღალი ძალები, აი აქ და თქვენი, ну, მაღალი ძალები, თქვენი ანგელოზები ვინც არ უნდა იყოს. ჯერჯერობით გვეუბნებიან, რომ ვერ დასრულდება ეს ურთიერთობა. იმიტომ რომ შენ ცდილობ გაექცე სიყვარულს. ნახეთ რა ხდება, იმიტომ რომ აქ სიყვარული არის ამ ურთიერთობაში, სიყვარული დევს. და შენ ცდილობ რომ შენ სიყვარულს გაექცე, შენ ცდილობ რომ დატოვო ეს ურთიერთობა წარსულში, შენ გინდა კომფორტული ცხოვრება, მაგრამ ეს სიყვარული, ეს ურთიერთობა რაღაც ამ ტამზე თუნდაც არ შეიძლება რომ დაინგრას ჯერ. ну, это სავისულები ხართ რა. არა ჯერ. სუნთელი დასტა გამოვიტანა. ჯერჯერობით არა. ჯერჯერობით აქ რას ვამბობენ, იცით რომ ჯერჯერობით ეს ადამიანი თვითონ შეიძლება მაღალ ძალებს კარნახობს, რომ იცით რა არის, აქ ცოტა ეხა ჩემ გოგოს ეხა რა მეუთხარეთ რა. აქ მე ვერ ვხედავ ჯერჯერობით არანაირ იმას დაშორებებს და რაღაცებს რა. აქ გაკვეთილება, აქ ირაფანტი რო გამოვიდა, უკვე გასაგები იყო ყველანაირად რა, არა. ჯერ აქ გზა გასავლელი ჩემო ლამაზებო. თუ ახალია თავისთავად, ეხლა იქნება ის გასავლელი რა. არ გიშვებენ ჯერ. ვნახოთ მთავარი გაკვეთილი მაშინ. მთავარი გაკვეთილი, მოთმინება. განიკურნება. იცით რა არის აქ მთავარი გაკვეთილი? აქ არის ცოტა ღრმა მაჩვენებენ რამეს, ნახეთ გოგოებისთვის იქნება ეხა ინფორმაცია, ну, ან ვინც უყურებთ ეხლა თქვენ, ნახეთ რა ხდება. აქ მთავარი გაკვეთილი იმაში, რომ შენ ამ ურთიერთობაში შენ თვითონ უნდა განიკურნო და მერე ამას რო გაივლი, შენ სხვებსაც უნდა დაეხმარო იმათ, ვინც კიდე ჯერ შენს, ну, ვისაც სჭირდება მერე შენი დახმარება. ნახეთ რა ხდება. აი დაუშვით ჩვენ გავდევართ რაღაცა ურთიერთობას. კი ბატონო, რატომ არიან ძირითადად 99% ადამიანები შემოდიან ეზოტერიკაში, ფსიქოლოგია გინდაც ხო?
ну, ფსიქოლოგია შეიძლება ხა ბავშვიდან აირჩია და მოეწონა და სწავლობს და მე ვთქვათ რაღაცა. ზოგი ხა ითქვათ უკვე წლების მერე სწავლობს. ან ეზოტერიკაში ხო вообще უფრო მე გვიან შემოდიან ბევრნი, იმიტომ რომ ან ისეთი ზოგი ადამიანები კი მყავს მე ძალიან ახალგაზრდებიც, მაგრამ ну რაღაცა უკვე მოხდა რა მაგის ცხოვრებაში ისეთი, რამაც მიიყვანა. ეხა იცით რა არის? ჯერ რა თქმა უნდა, როცა რაღაცა ჩვენ გვიჭირს, ხო? ჩვენ ვცდილობთ რომ ну ჯერ შეიძლება ვეკითხებით ახლობლებს, ვთქვათ, ან იმ ადამიანს, ვინც ჩვენზე უფროსია, ესე ვთქვათ, ან ჩვენზე გამოცდილია. მერე რაღაცა შეიძლება ვუსმენ, ხა უამრავი ინფორმაცია არის ხა აგერ YouTube-ზე, ხო? მერე კიდე რაღაც ესეთი მომენტები და მერე ბოლოს რო უკვე ვერ პოულობ შენ, შეიძლება ვთქვათ, აი გაშლებსაც უყურებ, ვთქვათ, კიდე ასტროლოგებს უსმენთ, რა ვიცი, ну ნუმეროლოგებს, რა ვიცი, ვიღაცებს ყველას და მაგრამ ეს გზა არის შენი, რომელსაც აი შენ რო იმას ის მოусმინე, მოდი აბა ასე ვსინჯო, მოდი აბა ისე ვსინჯო, ამაში შენ სწავლობ რაღაცას და შენ გადიხარ ტრანსფორმაციას და აი აქ არის მეხუთე არკანი შემოსწავლეებზე საყურადღებოდ ეროფანტი და ზომიერება, მივხვდეთ თქვენ ხო მეხუთე ჯვარი. ანუ ეს არის უკვე ისეთი ენერგია, როცა აი აქ პროცესი, აქ სწავლების პროცესი მიდის, გაიგეთ? იმიტომ რომ აი აქ თქვენ რო ისწავლით რაღაცას, თქვენი ეს გამოცდილება იქნება საჭირო ვიღაცებისთვის. აი გოგო ზის თვითონ ნახეთ და ვიღაც ადამიანები არიან მაგის გარშემო და ეს უსხავს ამათ წყალს. იმიტომ რომ ორაკულებს საერთოდ ეხლა აქვს თავისი კიდე მნიშვნელობები და უნდა მიაქციოთ ყურადღება, ვინც კითხულობთ თაროს რა. იმიტომ რომ აქ არის ავტორმა ჩადო სხვა რაღაც თავისი რაღაცა და ესეც უნდა ამოიკითხოთ რა თქმა უნდა. და არა მხოლოდ ის მნიშვნელობები, რაც თქვათ იცით თქვენ. მინდობათ ეს ახლა შემოსწავლებისთვის საყურადღებოდ იცით თქვენ რომ ინტერნეტ ინტერპრეტაციებს ვერ ვიტან. მივხვდეთ ხო? რო თქვენ ხართ, აი აქ თქვენი გაკვეთილი ის არის, რომ თქვენი მოთმინები, თქვენი ამ განიკურნები, თქვენ თვითონ რო გაივლით ამ ყველაფერს, თქვენ მე გასცემთ ამ ცოდნას ხებს დაეხმარებეთ რა. აი აქ უეჭველი ეს პასუხი არის რა. ну ნახოთ ეხლა საბოლოოდ ეს კავშირი დასების ორიანი სიყვარული. მე ხო გითხარით, აქ ახლა ორიანია და ამიტომ მე მკითხვა მქონდა რომ ზრდა იქნება თუ განმეორება. წარსulis აქ უეჭველიც შეიცვლება რაღაცა. იმიტომ რომ ორიანია. აქაც ორიანი დავიწყეთ ორიანი. ესე იგი ნახეთ, მოდით გავაკეთოთ ასეთი დასკვნა. ამ ურთიერთობას რაც ეხება, აქ მე ჯერ ვერ დავინახე განშორებას, ვერა. იმიტომ რომ აქ ადამიანებმა უნდა გაიარონ კიდე რაღაც მომენტები. ამიტომ გინდათ, არ გინდათ, ბევრიც რო შეეცადოთ და ბევრიც რო თქვათ, მაგრამ ეგ როგორი მომენტი ისეთ, აი რო იქნება ხალი შემოვიდეს და უფრო კარგი, მაგრამ არ გიშვებს რაღაცა, არ გიშვებს, არ გაძლევს საშუალებას, რომ აი იქნება ეხლა მე იქ რო გადავალ იქ სადღაც, ხო, იქნება იქ არა შენ თვითონ ვითომ ადამიანი ხო რა თქმა უნდა ყველაფერი უფრო კარგი მინდა, მაგრამ აი როცა აი ეგეთი სიტუაცია შენ კიდე გაქვს რაღაცა ადამიანთან გასავლელი, ну არ გიშვებენ. მივხვდეთ რა ხდება, კიდე რაღაცა უნდა გაიარო, მაგრამ განახლებული. აი ჩემი პრაქტიკა, ჩემო ლამაზებო, რომელიც ვინც ტრენინგზე ხართ, ხო ხვდებით, ახალ რეალობაში გადაიტანეთ ეს თქვენი ურთიერთობა და იმ ახალ რეალობაში უკვე წარმოიდგინეთ სხვანაირად თქვენი ურთიერთობა. იმიტომ რომ აქ არის ორიანი დაწყება. ორიანი. всё. ვერაფერსაც ვეღარ გეტყვით მეც, მარტო შემიძლია გისურვოთ ყველაფერს კარგს და მინდა მართლა რომ გაარკვიოთ. უყურეთ ურთიერთობას, ისიამოვნეთ, მიიღეთ ყველაფერი კარგი ურთიერთობიდან, მაგრამ მაინც უყურეთ ურთიერთობას ისე რომ დაუშვათ აი კიდე აი რისთვის არის ჩემთან ეს სიტუაცია, რისთვის ეს პარტნიორი რას მასწავლის მე. იმიტომ რომ ასე უფრო ადვილად თქვენ გაივლით ყველაფერს ჩემო ლამაზებო.